არა თუ მართლა ახლა ნუნუს ჭირდება ეს ძვირად ღირებული ოპერაცია, ემზარის და ნუნუს მაგის ფული არ აქვს და ფული ჩვენ უნდა აუგროვოთ. გონი ძალიან ცუდი რამე დაგვემართა. რა? ნუნუსთვის შეგროვებული ფული რო ქონდა ოპერაციისთვის. ხო. იმ ფულით ეს ნახატები ვიყიდეთ. მორჩა. დღეიდან არავითარი ცხიმიანი, არავითარი ცომეული და არავითარი ტკბილეული. არავითარი აზრი ცხოვრებისა, არავითარი ხალისი, მხოლოდ პირქუში და შავნელი დილიტა. ვის ლაპარაკები? ვისა? ილიას უთხარი ლაშა დიეტაზე დაჭდა, თქო და იცი რა თქვა? საწდავი დიეტა გაიჭყლიტებოდა ლაშა და დააჭდებოდა. აი ეს პატრონს თქო უთხარი რა. ილია, ლაშა მოგიკითხა. მოიცარეთ იწუთი ლაშა ნუჭამამდენ სტაფილოს. ვერ გაიგე შე რა მითხრა ეკიმა? ბოსტნეული რამდენიც გინდა იმდენი შეგიძლია ჭამო. ხო, მაგრამ ვერ წარმოიდგენ და რამდენიც გინდა თუ აი ამდენი იქნებოდა. ეს რა არის ერთ თებში ხო შევჭამე კიდე. ხო. მე გავაღებ? ხო, ხო. მივხვდი. ელენე, აი ეს ჭუჭრუტანა ხო ყველა ადამიანს ამახინჯებს. აი რაღაცნაირად უწელავს სახეს. და პაატას პირიქით ალამაზებს იცი. აი მარტო პაატა ალამაზი ჭუჭრუტანაში ვიდრე ცხოვრებაში რა. აბა, მომილოცეთ. აჰა, ხო გიხარით. მომილოცე, რას მიყურებ? მომილოცე კი არა, მოდი ერთ წუთი, მოდი. რა. წუხე მთელი ღამე იმას რატო აკეთებდი რა? რა? ნუ მათქმევინებ ახლა. სიზმარი ვნახე რაღაც. და რა სიზმარი ნახე? კაი, მომათქმევინებ ხა. კაი დაჯექო. რა არის ლაშა რა ხორციანი სტაფილოები გამოუჩეს და იმიტომ ჭამავდა რა წესვე გავიგე რა არის ხორციანი სტაფილოები რა დიეტაზეა პაატა ექიმა უთხრა დიეტა უნდა დაიცვაო თორე წნევა აგიწევსო და ლაშამ როგორც კი დიეტა გაიგო და მაშინვე წნევა მოუწია გახტომა კიდე ლაშა დიეტაზე იმიტომ ხარ მე გასწავლე როგორც უნდა გახდე მაგარ დიეტას გასწავლე მოკლედ შეგიძლია ყველაფერი ჭამო რაც გინდა ჭამო სადაც გინდა იქ ჭამო და როდესაც გინდა იქ უნდა ჭამო ოღონდ უნდა ჭამო და რა თქვა და ჩაიტენო ლაშა ჭამო მომისმინე შენ რაღაცაო მომილოცეთო და რა უნდა მოგველოცო რა უნდა მომილოცო ლაშა და მივლინებაში მივდივარ სამსახურიდან მიშომე ყირგიზეთში აბა ყირგიზეთში მივდივარ მივლინებაში ელენე შენ ილიას ელაპარაკები ხო ერთი მაგას უთხარი აბა პაატა სამსახურიდან მივლინებაში უშემე ყირგიზეთშიო და რო კითხავს რაზეჩიო შენ უთხარი ყირგიო და მოკდება სისით მიდი აბა ილია პაატას მივლინებით უშვებენ ყირგიზეთში ყირგი ილია ცუდად ხარ? მიდი წყალი დალიებ და დაგელოდები.
რა იცოდი ახლა რომ ელენე ილიას ელაპარაკება. რას ქვია რა ვიცოდი 12 საათი წუთი ხო არის? ხო, იქნება კი ელაპარაკება. მოკლედ ეს ლაშა ყირგიზეთში მივდივარ. აჰა. ესე იგი მიდიხარ ყირგიზეთში. ყირგიზეთში ხო რა ესე გადაწყვეტა მივლენებით. რად მიდიხარ პატა? ყირგიზეთში ბავშვი. ყირგიზეთში? ყირგიზეთში ხო? არც გამიგონია. ხო ეს ამოიღეს სასწავლო პროგრამიდან და მომისმენ პატა, ახლა რომ მიდიხარ შენ ამ ყირგიზეთში? ხო. ვიზა გააქვს? ვიზა? რას ლაპარაკობ ლაშა, ვიზა კი არ რომ მივედი მაგათ საელჩოში თუ რაც არის, რა ვიცი. რას ეძახიან? იმდენი ხანი არ ყავდათ ადამიანი ნანახი, ისე გაუხარდა მე ვიზეს რა, ვინც ვიზას უტყავს, რომ სამჯერ ზედზე ჩაარტყა ვიზას. სამჯერ რა მე ვიზა, რა ხო ჩაარტყა, მე უთხარი, მაგდას თუ უტყავ ერთი მე ჩამარტყმენ ერთი. არა, მე ვიზეო და მაინც თვითონ უტყავ და ესე ხო ხტები. ისე პატა რომ იცოდი შენ. ყირგიზეთი არის ზუსტად შენაირი ქვეყანა რა. ხო, ანუ ჩემნაირი წარმოსადეგი, ხო? არა, აი შენ რო ადამიანი შემოგხედავს, ხო ფიქრობს რომ ხარ ადამიანი, მაგრამ ვერ ხვდება რატომ ხარ ადამიანი. აი ყირგიზეთიც ეგრეა რა, ყველა მიწის რო ქვეყანა, მაგრამ რატოა ქვეყანა? ვერავინ. აი ამიტომ შენაირი. პატა, იცი რამე ყირგიზეთზე? ყირგიზეთზე? რას ქვია ბავშვი, როგორ არ ვიცი? მომისმინე ახლა. ვიკიპედია. ყირგიზეთი. ყირგიზეთი არის ქვეყანა ცენტრალურ აზიაში. მას ესაზღვრება ჩინეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი და მეტი აღარ მახსოვს ბავშვი. აჰა. მომისმინე, შენ თუ იცი რომ ყირგიზეთში აქვს ესეთი ტრადიცია, როგორც კი ჩადიხარ აეროპორტში, იქვე უნდა დახიო ეს პასპორტი. რასლა ეხა ეგრე ხო იქ დავრჩები რა, რას მეუბნე. დარჩი მერე. დარჩი ყირგიზეთში, ბიშკეკში დარჩები. ბიშკეკელცოლს მოიყვან. ნახე რა, შენ შვილებს ბიშკეკში სოფელი ექნებათ პატა. აბა, იცი შენ ბიშკეკი რანაირი ქალაქია? კი, არა. კი თუ არა? არა. ხო. არა, მაშინ ახლა გეტყვი, ქარელში ხარ ნამყო? კი, კაც საშინელებაა მოიცადე. ხო, მაშინ მოგეწონება. რა, ბიშკეკი. არა. ქარელი ბიშკეკის მე. კარგი რა, შვენიერი ქვეყანაა ყირგიზეთი, დამანებეთ თავი რა. თან იქიდან რომ ჩამოვალ სუვენირები უნდა ჩამოგიტანოთ. არა, არ იქნება იმდენი სუვენირი იქ. მე არ ჩამოიტარო ეს პარტო დებილობები ექნებათ არა. აზიარა, არაფრის აზიარა ხართ რა, ბიშკეკი. შვენიერი ბიშკეკი, რასაჩი ბიშკეკი. იცი და რა ბიშკეკი, მაგრაც აკვა ბიშკეკი. აი, სუესისა. გამაგარი, აბა. დავგერ ეს. ბიშკეკი, მე გავაგებ. ბიშკეკი. ობზანით ქალბატონო. გამარჯობა. დილის მადლი შეგეწიოთ, მამას ეციერმა დააგლოცოთ და გაგაძლიეროთ. ამინ. რატომ მოვედი ახლა? დღეს დილით რო ვალაგები სახლს და გვიდი ცოცხით, ობობას ქსელი გავუწყვიტე და თეთრი ძაფი ხო არა გაქვს რომ გავიგო. კი, როგორ ისევ, ხო, კი გამოვიტანე ხვალ. აბა, როგორ ხარ ბიცო? რა ხდება თქვენი ოპერაციის ამბებზე, როგორ მიდის საქმე? რა ვიცი, ლაშა, საჩქაროა ექიმმა მითხრა, მაგრამ ფული არ მაქვს და ვერ ვიკეთებ. ბინა მინდა გავყიდო. ხო და გაზეთში განათავსეთ განცხადება, მადლობთ ელენე. ხო და ჯერ არ იყიდება. ნუ ერთ წუთი დამშვიდი, დაწნარდი, მოიცადე, შენ არ იცი რომ ჩვენ მეზობლებმა შენ ოპერაციის ფული რო შეგიგროვეთ? რას ლაპარაკო? არგი თქვამთ, არავის არ უთქვამს, ხო უყურე ახლა რა, ლაშა. მიდი გამოუტანე ახლა ოპერაციის ფული ადამიანს. არა, მე ვერ გამოგ. გასკე, ქალბატონო, ერთი რა თვალებს მიქაჭო, ცუდა ხარ. გამოიტანე, მიდი ფული, შენ მართლა წნევა ხო არ გაქვს, მიდი ფული გამოუტანე. ესა. ელენე, ფული გამოუტანე. ზემოთ მაქვს. ჩამოიტანე, მე რა გჭირს, ვერ გავიგე. არა, ჩავალ მესახში. რანაირად იქცევ, ხალხო, ბარე მაქარი. ვერ გამოგაკეთებთ, არა. ხო, ჩამო. ქალბატონო, ჩამოგიტანთ ელენე, მე ჩამოგიტანთ, კაცო, ოპერაციის ფულს. ჩამოგიტანთ, რა, რასაკცია? რასაკეთებ, კაცო, შენ რასაკეთებ? დაგავიწყდა რომ ის ნუ საგროვებული ფული რაც გქონდა, ყველაფერი დავხარჯეთ იმ გამოფენაზე რო ვიყავით. ჩამოგიტაჭა, რა ჩაუტას ახლა ელენე? ამით აღარ მახსოვდა ერთი წუთი რა ვიცი, აღარ მახსოვდა ხო? აბა მე რო ჩამოუტაჭა, რა ჩაუტანოს ახლა? მე რა ვიცი, რაც გინდა ის ჩაუტანე, მე ბეშეკში მივდივარ და მე რაც გინდა ჩაუტანე. მე რაში მაინტერესებს. არ არის ეს ნორმალური, არ არის. რა გინდა თუ ეხა ნუ რა სიძახდა ეს რა ქვია, ძალიან მიჭეს ოპერაციის ფულის მეჩქარებაო და ბინა უნდა გავყიდო, ხო? მე ეხა ბინა ხო არა მაქვს. ხო და ეს თუ ესეთ გამოვა სიტუაციაშია ხო?
შევევაჭრო, ისე კარგად უნდა დავაკლებინო წესი, სხვა გზა მაინც არაა, ხო რა სიტყვა? არ არის ეს ნორმალური, რო ვამბობ მე არ არის ეს ნორმალური. რა უნდა ამას ბიშკეთში, ან გამაგებინე. პრინციპში ბიშკეთში გინდა, შენ სხვაგან სად გინდა ამ ბიშკეთში. ამაში ხორცია თუ სტაფიოა და გამანებეთ მე თავი. მეკუნა დედიკო ლოგინი დაალაგე? მიდი ხარ შენ დღესადმე. საჭმელი ჭამე და ისე წადი, კარგი? სალატს შეჭამ თუ წვნიანს? მოდი დედიკო ორივე ჭამე რა. იცოდე გარეთ სანამ გახვალ თვილად ჩაეცვთორი, ხო იცი როგორი მატყუ არა ამიდები არ გაცივდე. მეკუნა შენ დღეს როგორი კარგი ბიჭი ხარ, ყველაფერს როგორი მიწერე. მითხარი რამე? მოდი საჭმელი ჭამე. აუ არ მშიერა დედა რა. არინა. ნუ იცი ხოლმე რა, ბიჭაკებს ესე ჩამოგედება რომ ვერასდროს ვერ პოულობ ხოლმე რა. დადე რა თავის ადგილზე. გია, ეგ ადგილი შენთვის არის სკამზე დაყრა და ზემოდან მერე სხვა პიჯაკების და შარულების გადაფენა. სოდნია სადაც ყოფილა მაგის ადგილზე დადე ხოლმე რა მანდ რა. მოდი ჭამო საჭმელი არ მიჯერებს მე. დედა მესმის და არ მშია თქო გითხარი. აბა ერთი ნახოთ დაწები აქ. რას გვიმზადებს ჰოროსკოპი? მეწყული აწერია საერთოდ. რანაირი ჰოროსკოპია რა? გზის ფულს მომცე? გააჩნია რამდენი გინდა ბექუნა? გააჩნია რამდენი გაქვს საფულეში მამა? გააჩნია რამდენი ამომაცალე სალამ მეძინა? გააჩნია რამდენი კი არა ვინ ამოგაცალა? ვინ კი არა, გააჩნია რისთვის სჭირდებოდა და რის გასაკეთებლად იმ ვიღაცას ვინც ამოგაცალა. არა, მაგას კი გააჩნია მარინა, მაგრამ იმასაც გააჩნია ის რაღაც ხორცისგან იქნება თუ ბოსტნეულის. ავიღე ფული. გია შენ დღეს მიდიხარ სადმე? რა ვიცი, გააჩნია რამდენი ფული დამიტოვეთ. ლაშა. რა იცი რო ლაშა? ლაშას ხო სუკანი თითები აქვს და რაღაცნაირად რბილად აკაკუნებს. რაღაც ისეთი თითები აქვს, რომ ზარს რო რეგავს, მაშინ აცნო, რეგარი. დღეს დილით ორჯერ იყო უკვე. ხო იცი დიეტაზია? და იცი რას აკეთებს ხოლმე? შემოდის მაცივრის კარს გააღებს, საჭმელს უყურებს და მერე გადის. ალბათ მაგისთვის შემოვიდა ახლა. გამარჯობა გია. ისე თვითგვემას უნდა მიეცე? არა. ლაშა. მაცივარში ნამცვარის მაქვს და თუგნე იმასაც უსუნე. არა გია. ბადრიჯნის სულს ნამცხვრის სუნი არ უხდე. ნამცხვარს და ჩაის მერე დავსუნავ ცალკე. ლაშა დიეტაზე ხარ ხო? კი. მეტყობა უკვე მარინა? კი, გეტყობა. გაბოროტებული თვალებით იყურები. ხო, არა, გადავწყვიტე. ერთი თვე დიეტაზე ვიყო. ერთი თვე? კი. მარინა მეგონი მე და შენ მივდივართ პარიზში იმდე ფულს დავზოგავთ. რა კარგად უთხარით. ლაშა, რატო გადაწყვიტე დიეტაზე ყოფნა? რა ვიცი, მარინა, ამ ბოლო დროს ძალიან ბევრ ვჭამ. თან შეხედე კუთუთოები რა დღეში მაქვს რა. კუთუთოები რა შუაშია ბევრ ჭამასთან. გია. ბევრს რო ჭამეს, ლოყები ხო მიდიდდება. და ეს ლოყები რომ მიდიდდება, მე ქვევით ქაჩავს ამ კუთუთოებს და იწელება. რა თუნა მე მაგას დიეტა, მე გასწავლილაც უნდა გავაკეთო. რა. ლოყებზე გაიგეთე ლიფი. გაიგეთე, ხო ესე ლოყებს ესე დაიჭერს და კუთუთოებიც აღარ ჩამოგეწელება. კარგი გია, ეგ მინდა კიდე კაცო. ეგ მინდა კიდე, კარგი. ლაშა, მე ახლა გავა, სარეცხს გავრეცხავ და შენ რამე ხო არ გინდა კიდე? შენ ქათამი არა ხარ. შენ ახარ კიტრი ხარ, წარე კიტრი ხარ და ესე დაჭრილი წარე კიტრი ხარ, ზევიდან გაქვს ესე მწვანილები მოყრილი, სალათის ფუცლები, ზეთი, ძმარი და ნიგოზი. აუ! ლაშა, გამოდი მაქედან, გამოდი, ნეჭკუ დაგახჭობს, გამოდი. ხო, მართალი ხარ. ლაშა.
ლაშა. ხო. ჩვენ ისა გამოფენაზე რო ვიყავით ის ნუნოსთვის შეგროვებული ფული, ოპერაციის ფული სულ დავხარჯეთ, ხო? ხო. რატო დავხარჯეთ ამდენი? დავიჯერო ახლა ისეთი ძვირი ღირდა ის ნახატები? არა კი, არ ღირდა ძვირი, არა, მაგრამ ჩვენ ავიტეხეთ რა. ავიტეხეთ რომ ასე ცოტა როგორ მივწეთ ამ ნახატებში და მივათხილიშეთ იმდენი ფული. საიდან უნდა ვიშოვოთ ამ ხელა ფული? ასე ცოტა დროში არ ვიცი. მე ვიცი. როგორც უნდა ვიშოვოთ ნუნოს საოპერაციო ფული. ხო, როგორ? მანქანას გავყიდე და ხო, ფული როგორ უნდა ვიშოვოთ? მანქანას გავყიდი, სულ მე მივცემ იმ ოპერაციის ფულს და მე თქვენ როცა გაქნებო დამებრუნებთ. ხო, მაგრამ ფული როგორ უნდა ვიშოვოთ? შენ რაღაცა. მანქანას გავყიდი მე. ლაშა? შემოხედე? ჰა? მე. ჰა. მანქანას გავყიდი, დაიგე? მანქანა უნდა გავყიდო. გავიგე რომ მანქანას ყიდით. ხო. გავიგე. მაგრამ ფული როგორ უნდა ვიშოვოთ თუ გიგებთ? ლევანმას ფულით ნაკეთ ჯიპს გავყიდი მეთქი. ვა. ლევანმას ჯიპს გაყიდი? მერე გეთქვი, მე მეკონა შენ პატარა მანქანას ყიდი და აბა ის ფული ვერ იშოვ. ო, არა? კი. ჩემი გოგითა ესე იგი მასხათ აიგდე, რა? მასხათ რა. ეს ხო კიტრია, რა? წარე კიტრი ხო არის? ხო, წარე კიტრი ხო არის? გუგებული, ხო? რა, აქნა ეგა. არა, კარგია შენი გოგიტა. მან რას ეთქვა? არა, გია, ნუ შემიგრე რა. გასაცინია ჩემი მანქანა? გია, გოგიტა. ეს მაგარი გამოვიდა ძალიან, მაგრამ ესეც მაგარია. ვა, საბუთებს აწესრიგებ პატა? ბატონო? შახ, საბუთებს აწესრიგებ? არა, შეფ, რას ლაპარაკო, რა საბუთებს, უბრალოდ მე ხო რამდენი ხანია თქვენ ახლა სიდაბლეზე ვეღარ დაგცინით. ხო და ხო ხტები, ძალიან ბევრი მაგარი ხუმრობა დამიგროვდა და ხო არ გადაყრა და ესე არქივს ვაკეთებ, რა არქივს. ხო ხტები ეს. წე ვაგროვებ ჩემთვის. ეხლა ვარ წზე, წასავზე ვარ მისული. აბა. ვა, რამდენი ხუმრობა მოგიფიქრებია? ძალიან ბევრი, მაგრამ რა გინდა? აბა რა გინდა? არის და კარგი, დღეს ყირგიზეთში მიფრინავ და კარგ ხასიათზე ვარ. ასე რომ შეგიძლია ერთი ხუმრობა მითხრა? არა. მართლა შემიძლია? ერთი. კარგი იყოს ერთი წუთი არქივში ნახავ და ისა რა ქვია მის. მოიცადე ამოვარჩიო ერთი წუთი. აჰა, ეს კარგია, ეს არის მაგარი. არა ეს არა, არც ეს, ეს არის მაგარი, მაგრამ ამ დროს შიშველი უნდა იყო, ამას რო ეს რო გითხრა, ბატონო კახ მოусმინე, გუშინ 5 ლარიანი შაურმა ვჭამე, ხო და ზუსტად შეხელა იყო. როგორია? არა. უფრო მაგარი. 8 ლარიანი შაურმა ვიყიდე და შენზე დიდი იყო. ან ის რო გითხრა, იმას გეტყვი, მოდი გეხოცები რა. სააბაზანოში წყალი ჩააგობე და სიგანეზე გაცურე, იცურავე ეს. არა, მოიცადე. შენ ისეთი დაბალი ხარ, რომ რკინის 2 ლარიანი დაგაგორი ხელით, რა მაგარია. არა, შენ დაბალი არ ხარ, დაბალი კი არ ხარ, შენ ხარ მომცრო. პატა! კარგი, შეფ რა იყო რა. უბრალოდ ამოირჩიე, რომელი გინდა და იმას გეტყვი მეთქი რა. აღარ არის საჭირო პატა. გეყოფა. კარგი, მაშინ ლექს მოგისა, ლექსს აგიკითხავ, ლექსი დავწერე. რა ლექსი? რა იყო რა, რამდენს მოუძღვნია შენთვის ლექსი, თუ რა ლექსი დავწერე ერთი და მოგიზღვნია, შეიძლება წაგიკითხო? შეიძლება? კარგი, მიდი. პატარიძე კახა. მაგიდაზე ახტა. გადმოაგდო ვაზა, მაგიდა მაღალი იყო, ვეღარ ჩამოვიდა თვითონ. მაღალი იყო როგორ ახტი? როგორ ახტი? როგორ და ეს გამოცანა ლექსია, შეფ. პატარიძე კახა, მაგიდაზე ახტა. როგორ ახტა კახა? პატარიძე კახა. როგორ ახტა მაგიდაზე? პატარიძე კახა. კარგი, შეფ. კარგი. ლექსია რა გჭირს? ლექსია და იტანს ტავტოლოგიას. გეყოფა პატა. კარგი, გაჩი. მაგმა იმუნობას გირჩევნია საბუთები მოვაწესრიგო. ყირგიზეთში რომ მიფრინდავთ. კარგი რა შეფ. რა შეურაცხყოფას მაკეთებ? საბუთები მე დიდი ხანია მოვაწესრიგე უკვე. სხვათაშორის ჩემი ბავშვობის ოცნება იყო ყირგიზეთში წასვლა და მზად ვარ უკვე ყველაფრისთვის. ყირგიზეთში ჩასვლაზე ოცნებობდი? ყირგიზეთში თუ ყაზახეთში. მე მგონი ყაზახეთი, რა მაგარია, და ყაზახეთში მოვკვდე, რა მაგარია ყაზახეთი. და ყაზახეთში დამარხოთ, რა მაგარია. კარგი პატა, დაანებე ყაზახეთს და ყირგიზეთში რამდენიმე საათი ჩაფრინდებით და არა ჩაფრინდება.
რა არის ფრენის ხო არ გეშინია? არა ბატონო, ფრენის არა, მაგრამ როგორი თვითფრინავდეთ მიფრინავთ იმის მეში. აი, არა დავიფიქრე. მოიცა ბილეთი იყიდე შენთვის უკვე? კი, რა თქმა უნდა. სამწუხარო. არა, მეთქი კალთაში ჩავისავდი მეთქი. ბატონო, არაფერი შევხერ. აბა, აბა დაფიქრდი ხა, წარმოიდგინე მე და შენ რო ჩავალთ ახლა ერთად ყირგიზეთში. აეროპორტში რო ჩამოვალთ ახლა. ხო, თვითნავიდან და ხალხი რო დაგხვდება. აი, წარმოიდგინე ერთი, ესეთი მეორე ხა. არის ფიქრები რომ ცირკი ჩამოვიდაო, ჰა? მე ხო უბრალოდ უაზროდ მაღალი ვარ და მაგიტომ რა ეს. თან არქივში ამოვიკითხე და ხო, რამდენი ვარსკვლავიან სასტუმროში ვიქნებით? ვარსკვლავი არ ვიცი, მაგრამ 5 მეტრიან კარავში რო ვიქნებით, ეგ ვიცი. კარავში. კარავში უნდა ვიცხოვროთ? ბატა, ყირგიზეთში ყველა კარავში ცხოვრობს და გაფრთხილებით იცოდე. ჭკვერად მოიქეცით, თორე ყირგიზები ძველი ტრადიციის მიმდევრები არიან და ჩვენც პატივი უნდა ვცეთ, ხო იცით, თორე რამე თუ არ მოეწონათ, შვილდის არი აქვთ და გვესვრიან. რას ვართ რა? და კარგად ისვრიან მიზანში? ძალიან. აუ, ეგ არ მომეწონა. აბა რა ტრადიციები აქვს მითხარი? რა ტრადიციები აქვს და აი მაგალითად მადლობის ნიშნად ყურის ბიბილო უნდა დაუკაჩო. მა, რას ლაპ რა პრობლემაა შე? ოღონდ მაგათ შვილდის არი არ მესრულო ზურგში და სულ დაუწელავ იმ ყურის ბიბილოებს უყოლას. რას ლაპ რა პრობლემაა? ო, რომ მივადგები თავის პირუტყვიერად, აი ეს დაუწელავ ყურის ბიბილოებს უყოლას. ო, კიდე რა ხდება? კიდე მითხარი აბა. კი ქალებს თვალებში არ უნდა შეხედო. ქალებს. მაგრამ თვალები არ ეთყობა და ეხლა რანაირად შეხედა, აბა ხო, მაგის არ მეშინია, მე კიდე. კიდე ის რომ რასაც მოგართმევენ საჭმელს უარი არ უნდა უთხრა და უნდა გამოვარტო და შეჭამო. რას ლაპარაკო? ეგენი ცხوارს ჭამენ, მარტო ცხوارს ჭამენ, ხო? არა, ცხენსაც. ფუ, რას ლაპარაკო? ბატონო, ხე ცხენის ხორცი რომ მომაწოდონ, ცხენის ხორცი უნდა ჭამო? აბა, უნდა ჭამო. და ცხრის თვალები რომ მომაწოდონ? თვალებიც. და ის ცხრის ის რომ მომაწოდონ? ის თავისთავად უნდა ჭამო ბატონო. ხო. რა არცი ბატონო, ხა მე ისა ცხრის ხორცზე ალერგია მაქვს და თუ მომაწოდე შენ შეჭამე რა, კარგი? აი მე ძალიან დიდი მადლობა. თქვენ მე ისეთი რამე გამიკეთეთ. არასოდეს არ დამავიწყდება. მთელი ჩემი სიცოცხლე მე მახსოვრება. რაზე ვლაპარაკობდი? მადლობა, ქალბატონო. ხო, მე გია ძალიან დიდი მადლობა. არაფრის, ქალბატონო, არაფრის. შენ რა შუაში ხარ, გიას უთხარი მადლობა. იმ შუაშია რომ ქალბატონო მე რო არ გამიყიდე სახლი და გიას რო არ იყიდა, რა ფულს მოგცემდათ ახლა, ეგ მაინტერესებს ახლა და მე შეიძლება კიდე რა ვიცი. არაფრის ქალბატონო, ნუ ახლა ასე დროს უნდა დაუდგეთ ერთმანეთს გვერდში, აბა როგორ ახლა სხვანაირად. დასტამორია დროზე მოუსწარი და ყველაფერი კარგად კეთდება დროზე. კი, მართალი ხა მე ექიმს ველაპარაკე ქალბატონოს სხვათა შორის და მითხრა რომ არ ენერგიულად ყველაფერი კარგად იქნება, ოპერაციაც კარგად ჩაივლისო. მე დაახლოებით 1 კვირის განმავლობაში გავაჩერებთო პალატაში, მე სახში გავწერთო და რამოდენიმე დღეში სულ მალე დაგიბრუნდებათ ისევ ისეთი ქალბატონი ნუნუო, მაგრამ რამე, მე რას მიტოვებ? შენ ნორმალური არა ხარ კაცო, რას ლაპარაკ, რეებს ლაპარაკ, გადი გარეთ კაცო. გამიდა გარეთ. ამანებეთ. მაინტერესებს მე რას მიტოვებ? ნუ გეშინიათ ქალბატონო, ნუ თქვენ არაფერი არ მოგივათ, არაფერი არ დაგემართება, დამიჯერეთ. მე თუ რამე დამემართა ბავშვებო, ჩემი ემზარს დაგიტოვებთ. ძალიან გთხოვთ, თქვენ უნდა მიმიხედოთ. რას ლაპარაკობ, ქალბატონო, ემზარი, რა თმინდა ეხლა? ქალბატონო, ეს ოქრო არა გაქვს, ოქრო, ჰა? აზრი არ აქვს, ხო იცი და არ არის ნორმალური. არაფერი არ დაგემართებათ კაცო, რა სიზულელია. ყველაფერი იქნება კარგად, დამიჯერეთ მე გეუბნები. აი მე გია სიკვდილის კი არ მეშინია. მე ჩემი სანახავი უკვე ვნახე, მაგრამ ნემსის მეშინია, ნემსის. ავტომობილი დამიჯერე არ ენერგიულო გუშინ ისეთი სიზმარი ვნახე დარწმუნებული ვარ ყველაფერი კარგად იქნება მართლა რა სიზმარი ვნახე რა სიზმარი ვნახე ხავდო ესეთი ძალიან ესეთი თბილი მშვიდი ამინდი იყო არაფერი არ ხდებოდა და უცბად ცა გაიხსნა გაიხსნა ცა და წამოვიდა ცეცხლის წვიმა და უბრალოდ მიწიდან ამოვიდნენ ყველა ცეცხლის მხოლოდ ხარები
დარბი არის ცეცხლის თქვენ ხარები და აფქვენ ამ ცეცხლს თავენ ყველაფერს და იქნება არ ღირდეს ამის გაგრძელება და დაიწვა ყველაფერი დაიბუგა ცეცხლი წარმოგვიდგენ ბოლი ოშივარი აზდის მიწას დარბის ხალხი ირგული ყველგან ქალების და ბავშვების კივილი-წივილი ისმის ვერ გაარჩევ ქალია ბავშვია კატაა ვერ გაარჩევ რა ხდება ერთი ამბავი მე უცბად მიწიზრა იყო მიწაიზრა წამოვიდა ამოხეთქა ვულკანმა მოდის ჩვენსკენ და ეს ამუშავებს ამ ხალხს ეს ვულკანი ამუშავებს ასკი ადამიანო გააჩერდი წადი შენი ყირგიზეთში მიდიხარ თუ სადღაც არ გაგვიანდება თვითფრინავზე წადი რა ნუ გააგიჟეს კანი არა რა ვიცი მაგვიანდება რა ესე მითხრეს ისა რა რო გავისებით გავალთო და მე რა ვიცი წავოწე აი თვითფრინავზე გამახსენდა ლაშა რა გაგახსენე თვითფრინავს იცი ვინ დამირეკა ვინ და ფრიდონმა ვაიმე მაგას ვენაცვალე როგორი ყურადღებიანია რაო ვიცო რა თქმა მე აი მე რაო და როგორ ახარო ძალიან განიცდი ეს როგორ დაგემართაო ხო და შიგადაშიგ ო ნო ო მაი გად ხმარო და საწყალი ფრიდონი ეგეს როგორი სამკურნალო ყავს რა რა ვიცი რაღაცნაირად იქნება აუგროვოთ ფული მაგასაც გაუგზავნოთ ცოტა აი ეს კაცი მიხედოს თავს კაცო რა ვიცი გია მე რო რამე მომივიდეს ხო იმ პატარა მანქანას ხო გაყიდი ჩემი გულისთვის ხო და მე კი ბატა გაყიდის აბა და სანტავის გიყიდის რო ჭრილობა გადაიღო გია ამას ხუს მე გაანებეთ რა არის აი ძალიან მაგარი კაცი ყოფილხარ რა აი უბრალოდ აი შენ ხარ ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარი მარტო დედას გეფსებით აი ძალიან მაგარი როგორ გაყიდი ამ ხელა მანქანა და როგორ უანგაროთ როგორ მიეცი შენ მეზობელს დასახმარებლად აი ფული გიდა და შენ საიდან იცი საიდან ვიცი და აი ლაშა მითხარ აი როცა პაატას გოლის თხოვნა უნდა მაშინ ნერვიულოსო და ფეხს ათამაშებს ესე ამაზე მეუბნები არა ეს ნერვიულობისგან არ ვათამაშებ ამას უბრალოდ ესეთ ჩვევა მაქვს რა მე ვისაც ფულს თხოვ და მე ის უარს მეუბნება ხო იჯერ ესე ვახურებ რომ ამოვარტყამე ხოხტები ეს აბა ეს რა თუ არ გავახურე ერთხელ გავუხურებლად ამოვარტყი და ერთი კვირა მყესი მტკიო და მე ხოხტები და იმიტომ ესე ხო აბა ხო ყავს ის მანქანა მეორე მანქანა ერთს კარგად შემოვწხეთ რა ერთი ამას კარგი ხო მივდივარ დაწნად დეცეთ კარგი ხო ნუ გეშინია ქალუტუმო ყველაფერი კარგად იქნება არ ენერგიულობა აი მე პაატა მე არაფერი არ მაქვს სანერვიულო ოპერაციას ვეკეთებ მაგრამ შენ თურმე ყედგიზეთში მიდიხარ ხო ხო და ეგ არის სანერვიულო კარგი წავედი და მოკლედ რა არის ქალუტუმო ნუ ეხა მე კი არ გაშინებთ მაგრამ აი ცხოვრება ხო რა ვიცით რა მოხდება შეიძლება ცოტა ხანში აი მე ეს ხო ხდებით როგორ ხდება რა არის ქალუტუმო მაინც რა ყოველ შემთხვევაში რა თუ რაღაცაა ხო აი ბებია ჩემი მომიკითხეთ რა. ეგოწერით რა ბებია ჩემი მომიკითხეთ და უთხარი რომ პაატა ძალიან შეწუხებულია და ბოდის გიხდისო რომ სამსახურში ესე ხშირად რო იყენებს შენ სახეს. კიდე ამ ბოლოდოს ის მეზობელი რომ მოკვდა. კეთილი მგზავრობა. გამოდი გაანებე. გადი რა გასაბარებ კაცო რა საბარებ გადი კაცო გაანებე თა. რა თავს ნუ მიახსენე. გია ლაშა თუ რამე ფული დაგჭათ შვილო, ეგეც მიიყვანეთ ექიმთან ცოტა. აი მე სადა ვარ? საავადმყოფოში ხარ ნუ ბიცოლა. ლაშა ვარ მე, ლაშა. მივხვდი. თავიდან მეგონა ჯოჯოხეთში ვიყავი თქვენ რო დაგინახეთ. მაგრამ მე რამი და ჯოჯოხეთში. ნუ გეშენიათ ყველაფერი კარგად იქნება, ჩვენ ექებს ველაპარაკეთ, გითხრა რომ ოპერაციამ ძალიან კარგად ჩაიარა, ასე რომ ყველაფერი კარგად იქნება. ყველაფერი კარგად არ იყო, რო აი ჩემეთ ოპერაცია გაიკეთე, გავიკეთე ხა და რა ქნამნა ოპერაციებმა ქალმა. ვაიმე დედა. აი მარტო თქვენ ახართ. სად არიან არ მობძანებულან დანარჩენები? ელენე და მარინა გზაში არის, აი მოვლესაც არ. პაატა, წაეთ რა ყირგიზეთში. წაეთ რა. წავიდე და სადაცაა, წუთზე დაეცემა ბიშკეკის აეროპორტში. ისე თვითფრინავში ჩაჯდა, და იმის დაჯდომის შანსი არის. თეკლა სადღა გდია? მგონი ძველი ნუნუ დაბრუნდა. თეკლა სიმღერას წერდა, სიმღერებს წერს სხვათა შორის ორ ვერსიას წერდა, იმიტომ რომ არ იცოდა როგორ დამთავრდება ოპერაცია და ანუ კარგად თუ ძალიან კარგად ხო? მე დაურეკავ და ვეტყვი რომ კარგად ხო? თქვენ ახლა ხო კარგად ხართ, უკეთ ხო ხართ? კი, კარგად. ნარკოზის მერე იქ მოხდი მქვეყნად. ჩემი დედამთილი ვნახე. რაო მე რა?
აი, ისე მომიშალა ნერვები, ისე მომიშალა ერთი კარგად. ვებიდე და გამოვლანძღე და წამოვედი. ხო წამოხვედი ვიცო. კი. ხوار გამოგაცილა. არა. ძალიან ძალიან. აი, ჩვენც მოვედი. აი, სადახართ აქ. ხო, და ოპერაციის ფულიც მოვიტანეთ. ძალიან კარგი. რა ოპერაციის ფული? რა მანქანა გავყიდე და ოპერაციის ფული გვაქვს. რა მანქანა გაყიდეთ? გიას პატარა მანქანა. მარინა, როგორც ჩემი გოგიტა გაყიდე? ნუ ვიცოლა, მიეწერა, მეც უნდა წამოწვე. კი, გამოდი. აქეთ დაჭიქე. არა, როგორ არ დაუჯერე იმ ჰოროსკოპს. ხო ეწერა, არა რომ დღეს კარგი დღეა თქვენი მეორე ნახევრისთვის მანქანის გასაყიდადო და. ხო, ეხლა რა გამოდის? ესე იგი რომ არც ერთი მანქანა აღარ გვყავს? ნუ არც ერთი გია ჯიპი ხო გვყავს. დაურეკეთ ხალხო, დაურეკეთ ბექას დაურეკეთ სახლი ხო არა გაყიდული უკვე. აგირა ვასე რა ეხლა ხუმრობის დროა ეხლა კაცო. რა ვიცი. გავყიდე, ხო, გავყიდე, იმიტომ რომ ოპერაციის ფული ხო გჭირდებოდა, ხო და ეს ჯიპი გავყიდე. ნუ ვიცოლა. მიიწიეთ მე წამომაწვე. მოდი. ახალი ოპერაციები ის კალი. აგერ მარინა, აგერ დაჭიქე. ია სიმართლე მითხარი. მანქანა რატო გაყიდე? ნუნუს რო დახმარებოდი თუ გაყიდვის მიზეზი მოგეცა და იმიტომ. იმიტომ გავყიდე რომ ჩემი მანქანა რომ გაყიდეთ, აი მაგისთვის სამაგიერო გადამეხადა. ჯერ შენ გაყიდე მანქანა. ვიცოდი რომ გაყიდი და წინასწარ გადაგიხადე ესე სამაგიერო. ნუ ვიცოლა თქვენ როგორ ხართ? აივე, ლაშამდაგია. მithres ძალიან კარგად იქნები ექიმს ველაპარაკეთო. აი მე მეზობლებო ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისთვის რა ჩემთვის გააკეთეთ. მთელი ეს დრო ჩემს გვერდით იდექით, სულ ჩემთან იყავით, ჩემი ჭირი გაიზიარეთ, დიდი მადლობა ყველაფრისთვის, მადლობთ, მაგრამ ეს უნდა გაგეკეთებინათ კიდევაც. იმიტომ რომ მე თქვენზე იმხელა მაგი მაქვს ლაშა, რაც თქვენ გააკეთეთ, ეს კიდე ცოტაა იმასთან შედარებით. აივე, ძალიან დიდი მადლობა. ამასაც არ მოველოდი თქვენგან ჯანდაბას თქვენი თავი თქვენი ზედი უმადურები და დაუნახავეთ. აი მე ძველი ნუნუ დაგვიბრუნდა. ვიცი შევამჩნიეთ უკვე ჩვენ მანამდე. აი მე ძალიან დიდი მადლობა გია და მარინა რომ მანქანები გაყიდეთ და ჩემი ოპერაციის ფული გადაიხადეთ, მაგრამ ორივე მანქანა რამ გაგაყიდინათ? სახში ახლა ფეხი წავიდე მე? გონი ოფიციალურმა შეხვედრამ კარგად ჩაიარა რა? ხო, რა ვიცი ბატონო, ალბათ კარგად ჩაიარა, რა ხან ისრები არ გვესროლეს ზურგში და რა ვიცი, ება. ხო, კარგი. რა, იტყო ვიცი რა, არის ცოტა გაახალისა ჩვენი ჩამოსვლა, ხო იცი? აქაურობა ეს ქალაქი თუ ეს სოფელია თუ რა არის, სად ჩამომიყვანე რა არის, ვერ გაიგო. მასპინძლებმა არ გაიგონ. მასპინძლებმა არ გაიგონ. კარგი ერთი რა. ამათ რა უნდა გაიგონ, თავიანთი ენა არის მიწესიერა, ჩვენი რა უნდა გაიგონ. ისე რა მაინტერესებს ბატონო რა? ნეტა ჩვენი ქართული ენა ამათაც ისეთი უჩვეულიო, როგორც ჩვენთვის ეს ყირგიზული? არა, პატა. ქართული ენა ულამაზესი არის, სიტყვებიც ლამაზიერი. აი მაგალითად ხარხარი, ტყლაპო, ჭუჭრუტანა, წრიპინი, წუწუნი, რომელი ერთი ჩამოთო? ბატონო რა, რა სიტყვი მიხდება? რა არის? რა არის და ის რა ქვია, ვიყიდე. საიდან შევე? ორ ლარად ვიყიდე. ლარში? არა, მოვატყვე ევროა მეთქი და ორ მომყიდეს. ო, აბა. ჩახუთ. რა გინდა? გამარჯობა, როგორ არის ყირგიზულად კაცო? სალამ. სალამ. რა ადვილი ენა ყოფილა? ჰაო, სალამ. დაჯეკ, დაბალ. რა მითხარი? არაფერი, მე რა შუაში ვარ, ისინი ამბობენ ესე და აბა, კომფორტულ, მოკალად, მუთად. აბა, ბატონო კახა. ხო, ისე პატა იცოდე. ეხლა საჭმელს მოგვიტანე, მადლობის ნიშნად უნდა ვიცეკოთ. ხო იცი? ვიცეკოთ არა ეს კაცო რა. რო არ ვიცეკო რა მოხდება რო? და ხო იცი? ბატონო კახა, მოდი ერთი წუთი რა. ერთი წუთი. მოდი რა ესე რა ქვია. პატა. ესე გავაკეთო. ყველას თავის ჩილიმი ქონდეს, ხო? მოდი რა, გამოვაკეთე. არა, ყველას თავის ჩილიმი ქონდეს რა, მოდი. პატა, წყნარად მოიქეცი, თორე ხო გახსოვს? კარგი, ხო. რო არ ვიცეკო რა მოხდება რო? შვილდის არის გახსოვს? შვილდის არის, ხო, მას. აი, მოდიან. ჩუმად. სალამ ალეიკუმ. სალამ. სალამ. მადლობ, ბატონ შეწუ.
როგორ? ასკარნაჩუტ? პაატ? ჩურჩუტ? რა? არაფერი, ბატონო, არაფერი ესე ლაპარაკობ მე გენდა. ის რა ქვია? პუჭურ. არაფერი ბატონო. უტაკ. პორტულ. ისე რა მოიქეცი პატა, სერიოზული ხალხი არიან ესენი. ვინ არის სერიოზული ბატონო? ესენი არიან სერიოზულები, ცხენებს ჭამენ და კაროებში ცხოვრობენ. და იმებს ხალიჩებში და უთაკებში რა, ვინ არის სერიოზული? გაჩუმდი თორე ვეტყვი რაც თქვი და ცხენს რო გამოგაბავენ მე. კარგი, გავჩუმდი, აი ბრინჯ შევჭამ, რამე რო არ წამოვწდეს. ჰა? აჰა. ეს რა არის? კუმისი. რა გემრიელი რა არის? ცხენის რძე. კუმის. პუ, პარის. პუ, კუმის, კარგი ბატონო, გამოვართვი. არ მინდა რა ცხენის ხორცს მაძლევს, არ მინდა რა. რა იცი რო ცხენის ხორცი? ცხენი, აბარა ჭიხვინი არ გესმის, არ მინდა. არ მინდა ხო? არ მინდა არა. ეს რა არის? ეს ცხრის ტვინი და თვალებია. ეს რა არის? ეს ქონის კადა. ქონისკად? პუ, ქონისკად. რომლი გადაგიხო? მოდი რა ბატონო გახარა გეხვეწებე იქ და მიწა გადმომიღე ცოტა და იმას შევჭამ არ მინდა რა ეს რაღაცეები რა არის ვერ გავიგე სად ჩამომიყვანე ეს რა ელენე პაატა ჩამოვიდა ვიცი საიდან იცი ახლა შემოვიდა სადარბაზოში საინფორმაციოში აეროპორტიდან ჩართვა იყო და უკანა ფონზე პაატა დავინახე. ის ჩანთების ჩასადები ურიკაროა, ხო იცი, იმაში იჯდა და ის თავისი უფროსი. ახლა ელენე, გინდა რამე მოვატყუოთ პაატასა? რა? მაგარი მოვიფიქრე. ვითომ მე აღარა ვარ დიეტაზე და რასაც მინდა, რამდენსაც მინდა იმას ჭამ შენ არ შეიმჩნიო. გაგიჟდება. ხო მაგარია ელენე. მაშინ არ მოვატყუო და ვითომ არ მინდა ისე შევჭამ, ჰა? არა, ვაშა, დიეტას არ დაარქვა. თუ რამის მოტყუება გინდა, რამე სხვა რამე მოიფიქრა. სხვა რაც მინდა კაცო, სხვა რაც მინდა. რა რადგიდა? კიდე ლამაზია. ეხა უფრო რაღაცა გრძელია, რაღაცა გამარჯობა ქართველებო. სალამ. როგორ ახარ ქართველებო? აბა როგორ ახარ? იცი ვართ რა. შენ? ვიცი მე რა გჭირდა დაჭყეტილი თვალებით მიყურე რა. თუ ხო იქ შევეშვი ეწული თვალებს ხო ბოდიში ხო რა ისე შენაშვები როგორ ახარ რა როგორ მოგეწონა ყელგიზეთ ეხლა თქვი რა აი ემოციები თუ რა შესავსე რა ემოციები თუ ქვიშით მაგითიც და ჩვენ გუშინ გელოდებოდით წესით ხო რატომღაც გუშინ უნდა ჩამოფრენილიყავი მაგრამ რა ვიცი ეხლა მოკლედ წავედით აეროპორტში ხო და ჩავჯექით თვითნავში რაში თვითნავში ველოდებით ეხლა რომ ხოთამ და უსვათ რომელიღაცას კი არა თვითმფრინავში პაატა ხო თვითმფრინავში რა იყო ელენე რა გჭირს ხო ჩავჯექი თვითმფრინავში ხო მადლობა და ნუ ველოდებით როდის უნდა გავფრინდეთ და უსვათ ერთ-ერთს რა მეორე თვითმფრინავს ხო მადლობა კარგი ხო გაუფუჭდა პროპელერი ხო და ეხლა გადაწყვეტეთ რომ მოდი გამოუსვალოთ რა ეს პროპელერიო და ადგენენ და მოხსნეს ამ ჩვენ თვითმფრინავს პროპელერი მოხსნეს გავიდა 1-4 საათი ხო დაჭირდა ეხა ამას და დაუყენეს ამ მეორე იმას რა ქვია ხო ეს პროპელერი 1-4 საათი იქაც გავიდა და მოკლედ თქვენ აქ დაგველოდეთო ამ ჩვენ მეორე იმაში ხო და ჩვენო მანამდე ეს გავფრინდებითო და იქიდან რომ ჩამოვა და წავიდნენ დაიძნენ დამარტყა თავში კაცო ხალხო თქვენ ნორმალურები ხართ გავეკიდე მიდის თვითმფრინავი
მიდის უკვე და გავეკიდე, ვეუბნებ, ნორმალურები ხართ, რას მოხსენით ეს პროპელერი ამით გაფრენილი ყავ. ხო, კარგი, ხო, ამით გაფრენილი ყავი და იმით ჩამოფრენილი ყავ. კარგი, და იქიდან ვიღაცა ფრენობა განმომძახა შენ საქმეს მიხედე, ჩვენ ვიცით რასაც ვაკეთებთ. ალბათ, მე რა ვიცი ხა, აბა. ხო და მოკლედ გაფრინდნენ და გავიდეთ 10 საათი ჩამოფრინდნენ, მოვიდნენ, დააყენეს ეს მადლობა ლაშა, ხო და ეს მოხსნეს თავიდან ეს პროპელერი, გადმოაყენეს ხო ამაზე მე აქედან მოხსნეს 1-4 საათი ამაში გავიდა და ვეუბნები ხალხო თქვენ ნორმალურები ხართ ხალხო ვეუბნები ამით გაფრენილი ყავით რა სიტყვით და აი ხლა აქ ვარ ჩამოვფრინდი რა გინდა ჰა ვა აქ ვარ ხლა ესე ხო ო ძალიან კარგი პატა ხო ძალიან კარგი მოგეწონა ყირგიზეთში. კი ლაშა, საშენო ქვეყანა, აი საშენო ქვეყანა. რა საჩემო როგორ? აი ეს წემ ხარ კარავში, წამოკოტრელებული ხარ, წინ გადაკოტრელდები ჭამ, გვერდზე გადაკოტრელდები ტუალეტია, აქეთ გადაკოტრელდები გზინავს, უკან გადაკოტრელები სერდობ და აი ესე რა ვიცი აი ეს საშენო ქვეყანა, რასაც შენაკეთებ, რა ფაქტია. პატა, სურათები ხო არ გადაგიღე? კი, გადავიხიარე. აი, გაჩვენებ ახლა უყურე. აი, შეხედე. აი აქ ჩავფრინდით და ეს დაგხვდა. ეს პიროვნება. მარტო ეს ერთი სურათი რა? ხო, აბა დანარჩენი ახლა ყველაფერი ერთნაირი იყო სახლების ადამიანების და ეს სურათი გადავიღე კი. პატა, კარგი ქალები ყავთ იქ? არ ვიცი ლაშე მე კაც და ქალი ვერ გავაჩი ისე. პატა, ხშია? აუ კი მშია ელენე ძალიან მშია რა იცი როგორ მშია აი დავიღალე ამ სულ ერთად იგივე ყველაფერი აქვს ცხრის წარმოიდგინე ცხრის ანუ წვნიანი ცხრის ხორცით რა ქვია ფლავი თუ რაღაცა ცხრის ხორცით აი აღარ შემიძლია დავიღალე რა მოკლედ რამე საჭმელი ხო არ ჩამოგიტანა საჭმელი არ ჩამომიტანია მაგრამ ყველას ჩამოგიტანე საჩუქრები მე რა ჩამომიტანე პატა ერთი წუთი ლაშა ახლა ხო რა აი ეს გამოვართვი შენ ჩამოგიტანე ეს აი ეს ალუბლის კურკები, აი გამომართვი აჰა. ეს ალუბლის კურკები რა თავში სახელად მინდა გამაგები. ზუსტად მაგიტომ ჩამოგიტანე რა შეშეწამე. ზუსტად მაგიტომ ეს საღამოს ტელევიზორთან რო დაждები ხომ ეს გახსენე ეს და აი ეს ალუბლის კურკა მოუჭერხეს გახსდება გეხლება თავში და აი თუ რა ვიცი აბა. პატა, მე რა ჩამომიტანე? ო, შენ ჩამოგიტანე რჩევა ელენე. რა რჩევა? არასოდეს არ წახვიდე ყირგიზეთში. მადლობა პატა, აი რატო შე. ბავშვი სად არის? ბავშვი რა შეწუხები? ბავშვი სად არის? მაგასაც ჩამოუტანე საჩუქარი. ბავშვი სად არის? რა ჩამოუტანე? ბუსკვერცხები. რაკენი ახლა იხუმრეს თუ რა გააკეთეთ? არ მიხუმრია ლაშა, სერიოზულად გეუბნები, ბუსკვერცხები სეზონი იყო და სეზონზე იაფია და წამოუღე რა. აი მიდი პატა, დაიბანე ხელები დაჭიქ ჭამ, მიდი. ხო, წავა ხელებს დავიბან და ისა რა ქვია, მოვალ მე შევჭამ ძალიან აი დავიღალე რა, ყველაფერი მომენატრა რა. ჯერ ამ თვითმფრინავში წამოდი, აი ჯერ ნორმალურად დაწოლილი ძილი მომენატრა, მაქედა დავიწყოთ, ხო? მე ამ თვითმფრინავში ფერზე კი არ ვიჯექთ, ესე ბიბულები ვიყავ, მთელი გზა ვიდექი ფერზე ესე წამოდი. აი დავიტანჯეთ რა, აღარ შემიძლია. აი დაუყურე. აი ეს რო კაც მოგენატრება, შეხედე. აი ეს რო კაც მოგენატრება რა. აი მარტო გიორგი გავგიზდი პირველად რო შევედი ტუალეტში ეგეთი რაღაც არ ვიცი პატარა ესე დაჭრილი ცხრის ტყავი ქონდა გამხმარი დაჭრილი ესე პატარა სერიოზულად გულსმაზე ქონდა წამოგებული ეს პატარა ცხრის ტყავი აღარ შემიძლია რა აღარ ეს რო კაც მოგენატრება წარმოიდგინე და მე გამოვა ცოტა წამოწები ძალიან დავიღალე რა გამოვალ ახლა არ არის ეს ნორმალური ნამდვილად არ არის არა აი წარმოიდგინე რა ჯერ ამის შეგროვება როგორ არ დაეზარა და მე იმის აქედან აქ თრება კურკები რა კურკები რის კურკები ელენე გეხვეწები მოვატყუოთ რაღაცა რა ავდგები ვიტყვი რომ ვითომ აღარა ვარ დიეტაზე ელენე დიეტის ამბავში მოვატყუება ეს ამის და არა კარგი მოვიფიქრე რაც უნდა მოვატყუოთ რა და მომისმინე, ხო გით რა წამოვწები და დავიძინებო. მომისმინე ახლა. ეს რო დაიძინებს აქ, ჩვენ ვუთხრათ ამას, რომ ვითომ ნუნუს ოპერაცია ცუდად ფატალური შედეგი დასრულდათ ხო, მე ნუნუს დაურეკო და ამოვიყვანოთ. და შევაშინოთ, ძალიან მაგარი, ოღონდ შენ ამყევი ელენე იცოდე. ხო, კარგი. ვითომ დაფიქრე. უი რა კარგი კურკებია ეს. კარნაჩუნარ კირგიზუნდან. ასკარნაჩუნარ კირგიზუნდან. Bada. Dai,
არაფერი. რას ღიღინებ და რას მოძრაობ ძალიან. რას ღიღინებ, მაგარი ეს რაღაცა ვიკვიატე რა ის. იქაური ჰიტია, ყელგიზული ჰიტია რა. ხო და პირველ ადგილზეა ბოლოს 60 წელიწადია ჩარტებში და ხო ხტები რა. მაგარი რაღაცაა, ზაიცით ასკარნაჩუნან ჰიტის. რა იყო გისმე რა. და ცოტა ჩუმად იმღერე. რატო? არა გვაქვს სამღერად საქმე ნამდვილად. რა. რა ხდება ლაშა რა? რა ხდება და დაჯექი. ნუნუს ოპერაცია რო გაუკეთეთ შენ ხო წახვედი მე და ხო მე ძალიან მოკლედ ძალიან ცუდად დამთავრდა. რა ლაშა რა. მოკლედ ნუნუ ვერ გადაიტანა ლაშა. ვერ გადაიტანა. რა? აბა მართლა ელენე რასლა? აბა განადგურებულები ვართ. აღარ დაგირეკეთ შენ ახლა აი კიდე ვერ ჩამოხვიდოდი ეს და ვერაფერსაც ვერ შეცვლიდი რაღა უნდა გეკრა შენ. ახ ეს რა მითხარით კაცო ეს კარგი ხო რა არა ლაშა როგორ ეხა თურმე არა აქ რა უბედურება ხდება თურმე და მე კიდე ყირგიზეთში ვერთობი ბიშკეშში წამოიდგინე აქ თურმე რა უბედურება ხდება მე კიდე ვერთობოდი დავждდებოდი ხომ ჩემთვის კარავში კარს თამაშობდი მარტო მე პირში წყალს დავიგობებდი ხოლმე და ბიშკეკელებს აიმდან ვაწუწებდი ესე თურმე აქ რა ხდება თურმე აქ აქენი ლაშა ბიჭო ჰა გასკდი ქელეხში შილაფლავის ჭამეთო არა და საჩუქარის ჩამოუტანენ საჩუქარი მაგრამ რაღაც უნდა ეხა ეს ბიშკეკური ქვის ნატეხია თეკლა სად არის თეკლას ვაჩუქი მაგისტვის კი არაფერი ჩამომიტანია კარგი პაატა დამშვიდ. დაისვენა იმ საცოდავნასე. მიდი ჭამე შენ, მიდი. რა შემაჭმევს ელენე რა როგორ უნდა შევჭამო რას ლაპარაკობ ლაშა ხო არა ვარ კაცო რას ლაპარაკობ შემაჭმევს კარგი რა წამოწები რა წამოწები შენ წამოწები დავისვენებს ლაშა არა ხარ შენ ხო ლაშა არა ხარ ნორმალური არა ხარ ლაშა არა ხარ ნორმალურიც არა ხარ წამოწეკი დაიძინე შენ წამოწეკი აი ახლა ნახო სამან რო ამობეს არ არის ნორმალური არ გჯერა თქვენ არავისა აი ლაშა ცოდუა არაფერი ცოდუა ვაშკაცი ბიჭია ბატა ვაშკაცი ბიჭია თან ღირსია აბა რა კურკები კაცო რა კურკები ოდი ბიჭი ვაიმე რას მაგეთი ებინებთ ლაშა ამ ხელა ქალს. რას გაკეთე? გავერთოთ ბიცო. მიდი აბა შენიცი. Bata. Shani gats tavi damanebe, damadzine shemeshi ra. Dagine damanebe. Bata. Sulivar, Sizmari xar rasuli წაკითხები. Tu suli xar gapridi წადი, მაგრამ შენ რას გაფრიდები რა ხელა ხარ წადი თავიდან. წადი გაფრიდი წადი. ვაი მე სული წადი რას გაფრიდები რა. Sizmari რა ხდება ბატა? რა? არა. ვაი კარგი ბატა. აი, დისპისოვარ ნუნუსული გამომეცხადა ეხლა აი. კარგი კაცო, რას ბატა, ეთქობა დაგესიზმრა. რა დამესიზმრა ნუნუსული გამომეცხადა აქ იდგა მე ესე აიწია ჰაერში სადამდე შეგროდა გაფრინდა ეს გაფრინდა. დისპისოვარ არ გეტყვი. დაფრინავდა? დაფრინავდა შენ სიცოცხლეს ფიცავარ დაფრინავდა მე გეუბნები.
პატა, მომისმინე დამშვიდი, მიდი შედი აბაზანაში პირზე წყალი შეისხი და მიდი ხო, მიდი გამოფხიზდები. თქვენ არაფერი არ დაგინახიათ? რა უნდა დაგვენახა? მართლა დედას ნახი რა. არაფერი კაცო, მიდი რა მოგივიდა, მიდი, შედი. რაღაც ჩემთან მოდის ყველა ესენი რა გიდა დამალებით. უკების ბრალი იქნება. ნუნუსული არის ტუალეტში და შამპუნის ეტიკეტს კითხულობს დედას მისავა. შავი კი ვიფიქრე ახლა გული რო წამივიდეს მეთქი კიცი როგორ შემეშინა, მაგრამ იქ რო გული წამსუდათ, ამბე თავი არ დავარტყა მეთქი და რამე არ მეტკინოს მეთქი და მოდი ახლა აქ წამივიდე. ლაშა წავიდა პატა? კი, ნუნუმ წაიყვანა თავისთან. ესე ცუდად რო გეხუმრეო, ჩემი დანაშაული რო გამოვისყიდო, ამაღამ ჩემთან დარჩიო და ჩაიყვანა. ლაშა ცოდოა პატა, მეტი ეგრე აღარ ეხუმრო. ელენე, ისე თავიდან ძალიან მიხალის რა, ძალიან მიხალის, მაგრამ მერე კაცო, მერე ეს პატამ ჩუსტების სროლა რო დაუწყო ნუნუს და რო კივილით რო გაიქცა სადარბაზოში, აი მერე კი რაღაცა დავიწაბე, ხო იცი? ლაშა? ხო. დიეტა ხო არ დაგირღვევია? არა ელენე და სხვათა შორის სიმართლე თუ გინდა იცოდე საერთოდ აღარ მინდა ჭამა. აბა ლაშა და ამ ერთ კვირაში რამდენი დაიკელი? კი არ ვიცი ისე. ხო, ისე საინტერესოა, ავიწონები ხო? სასწორით ხება. ყველაფერიც. რამდენი დავიკელი? ნეტა. ვაიმე ელენე! დავიხუპე მე მგონი. რატო? ელენე, ეხლა მე ხო ერთ კვირაში. ხო უნდა დამეკლო 3 კილო. ხო, მერე 3 კილო და 300 გრამი დავიკელი ელენე. კარგია, ლაშა, კარგია. კარგი კი, რა არის კარგი? რა არის კარგი? ანორექსია დამეწყო. აი, მე ხა თავს თუ არ უშველე, მოგა რაღაცა დამემართება, კაცო. ლაშა, გამოდი მაგ. შეიძლება სწრაფად უნდა უშველე. გამოდი მაგედან. არავით არ შემთხვევა. დაანებე მაცივას. არა, ვერანაირად, ელენე. ლაშა. გაჩერდი და მანებენ. ანორექსია. ამინ. არა თუ მართლა ეხლა ნუნუს ჭირდება ეს ძვირად ღირებული ოპერაცია, ემზარის და ნუნუს მაგის ფული არ აქვს და ფული ჩვენ უნდა აუგროვოთ. გონი ძალიან ცუდი რამე დაგვემართა. რა? ნუნუსთვის შეგროვებული ფული რო ქონდა ოპერაციისთვის. ხო. იმ ფულით ეს ნახატები ვიყიდეთ. მორჩა. დღეიდან არავით არის ცხიმიანი, არავით არის ცომეული და არავით არის ტკბილეული. არავით არის აზრი ცხოვრებისა, არავით არის ხალისი, მხოლოდ პირქუში და შავნელი დიეტა. ვის ლაპარაკები? ვისა? ილიას უთხარი ლაშა დიეტაზე დაჭდა, თქო და იცი რა თქვა? საწდავი დიეტა გაიჭყლიტებოდა ლაშა და დააჭდებოდა. აი ეს პატრონს თქო უთხარი რა. ილია, ლაშა მოგიკითხა. მოიცა ერთი წუთი ლაშა ნუჭამამდენ სტაფილოს. ვერ გაიგე შე რა მითხრა ეკიმა? ბოსტნეული რამდენიც გინდა, იმდენი შეგიძლია ჭამო. ხო, მაგრამ ვერ წარმოიდგენ და რამდენიც გინდა თუ აი ამდენი იქნებოდა. ეს რა არის? ერთ თებში ხო შევჭამე კიდე. ხო.
მე გავაღებ? ხო. მივხვდი. ელენე, აი ეს ჭუჭრუტანა ხო ყველა ადამიანს ამახინჯებს. აი რაღაცნაირად უწელავს სახეს. და პაატას პირიქით ალამაზებს იცი. აი მარტო პაატა ალამაზი ჭუჭრუტანაში ვიდრე ცხოვრებაში რა. აბა, მომილოცეთ. აჰა, ხო გიხარით. მომილოცე, რას მიყურებ? მომილოცე კი არა, მოდი ერთ წუთი, მოდი. რა. წუხებ მთელი ღამე იმას რა დუაკეთებდი რა. რა? ნუ მათქმევინებ ახლა. სიზმარი ვნახე რაღაც. და რა სიზმარი ვნახე? კაი, მომათქმევინებ ხა. კაი დაჯექო. რა, ლაშა, ხორციანი სტაფილოები გამოუჩეს და იმიტომ ჭამავს რა გავიგე რა. ხორციანი სტაფილოები არა. დიეტაზეა პაატა. ექიმმა უთხრა დიეტა უნდა დაიცვაო, თორე წნევა აგიწევსო და ლაშამ როგორც კი დიეტა გაიგო და მაშინვე წნევა მოუწია. გახტომა კიდე ლაშა დიეტაზე, იმიტომ ხარ მე გასწავლე როგორც უნდა გახდე, მაგარ დიეტას გასწავლე. მოკლედ შეგიძლია ყველაფერი ჭამო, რაც გინდა ჭამო, სადაც გინდა იქ ჭამო და როდესაც გინდა იქ უნდა ჭამო, ოღონდ უნდა ჭამო და რა თქვა და ჩაიტენო. ჭამო. მომიჩმინე შენ. რაღაცაო მომილოცეთო და რა უნდა მოგველოცო? რა უნდა მომილოცო ლაშა და მივლინებაში მივდივარ სამსახური და მიშომე ყირგიზეთში. აბა, ყირგიზეთში მივდივარ მივლინებაში. ელენე, შენ ილიას ელაპარაკები, ხო? ერთი მაგას უთხარი, აბა პაატა სამსახურიდან მივლინებაში უშემე ყირგიზეთშიო. და რო კითხავს, რაზეჩიო, შენ უთხარი ყირგიო და მოკდება სისით. მიდი აბა. ილია, პაატას მივლინებით უშვებენ ყირგიზეთში. ყირგი. ილია, ცუდად ხარ? მიდი წყალი დალიებ და დაგელოდები. რა იცოდი ახლა რომ ელენე ილიას ელაპარაკება? რას ქვია რა ვიცოდი 12 წუთი ხო არის? ხო, იქნება კი ელაპარაკება. აბა. შენაგე. მოკლედ აი ეს ლაშა ყირგიზეთში მივდივარ. აჰა. ესე იგი მიდიხარ ყირგიზეთში. ყირგიზეთში ხო, რა ესე გადაწყვეტა. მივლინებით. რად მიდიხარ პაატა? ყირგიზეთში ბავშვი. ყირგიზეთში? ყირგიზეთში ხო? არც გამიგონია. ხო, აი ეს ამოიღეს სასწავლო პროგრამიდან და მომიშმე პაატა, ახლა რომ მიდიხარ შენ ამ ყირგიზეთში? ხო. ვიზა გააქვს? ვიზა? რას ლაპარაკო ლაშა, ვიზა კი არ რომ მივედი მაგათ საელჩოში თუ რაც არის, რა ვიცი. რას ეძახია? იმდენი ხანი არ ყავდათ ადამიანი ნანახი, ისე გაუხარდა მე ვიზეს რა, ვინც ვიზას უტყავს, რომ სამჯერ ზედზე ჩაარტყა ვიზას. სამჯერ მე ვიზა, რა ხო ჩაარტყა, მე უთხარი, მაგდეს თუ უტყავ ერთი მე ჩამარტყა ერთი. არა, მე ვიზეო და მაინც თვითონ უტყავ და ესე ხო ხტები. ისე პაატა რო იცოდე შენ. ყირგიზეთი არის ზუსტად შენაირი ქვეყანა რა. ხო, ანუ ჩემნაირი წარმოსადეგი, ხო? არა. აი შენ რო ადამიანი შემოქმედავს, ხო ფიქრობს